დღეს არის ასევე ხსენება კოლაელი ყრმების. ეს კოლა არის ადგილი, სადაც დაახლოებით იქით არის მტკვარი, რომ სათავეს იღებს. დღევანდელი იგი თურქეთის ტერიტორია არის, მაგრამ ისტორიული ტაო-კლარჯეთი. და იქ ყოფილა ასეთი შემთხვევა, რომ ქრისტიან ბავშვებთან ერთად წარმართი ბავშვებიც თამაშობდნენ და ბავშვია რა მნიშვნელობა აქვს. ის კი არა ბავშვი კი არა, დიდები მეგობრობენ და წმენის გამო როგორ უარყოფ ადამიანს და არ იმეგობრებ თავისით და წეს კრავ, მაგრამ იქ მით უმეტეს ბავშვები არიან და მაგრამ როდესაც ირეკებოდა ეკლესიის ზარები და ქრისტიანი ბავშვები ტაძარში მიდიოდნენ, ამათ ეუბნეოდნენ, რომ თქვენთვის არ შეიძლებაო იქ დასწრებაო, იმიტომ რომ თქვენ არ ახართ მონათულებიო და ამ ბავშვებს კიდე უნდათ რომ მათთან ერთად ყოფილიყვნენ ტაძარში შესულიყვნენ. მერე ისე გააკეთეს, რომ ჩუმად მოინათლნენ, ღამით მონათლდნენ მგელმა ეს ბავშვი. მერე მშობლებმა რო გაიგეს, მოვიდნენ და მოკლედ ერთი ამბავი ატეხეს. არ უნდათ ამ ბავშვებს წასვლა, ესენი ძალით მიყავდათ. ბოლოს მოკლედ იმით დამთავრდა ეს ყველაფერი, რომ მთავართან მივიდნენ და მთავარმა უთხრა, თქვენი შვილები არიან და როგორც მინდათ ისე მოეკეთეთ. ამოთხარეს ერთი დიდი ორმო და ჩაყარეს თავისი შვილები მშობლები და ქვებით ჩაქოლეს. ეს კოლაელი ყრმები. ეს ახლა რა თქმა უნდა ერთი მხრივ ჩვენ რო ვისმენთ სისასტიკეა მათი მხრიდან, მაგრამ რამდენ დედას გაუკეთებია ეგეთი სისასტიკე და მაინც ორმო უნდა ამოთხარო და შიგნით ჩაყარო, აბორტი იგივე არ არის. რა ქვით მოკლავ თუ დანით მოკლავ რა რამე განსხვავება არის? იმიტომ ესეც დასაფიქრებელია, ერთი რომ ეს ისინი წმინდანები არიან და ქრისტესთვის მოწამეობრივად აღესრულნენ და ფარველები არიან ისინი ზეციური, მით უმეტეს პატარა ბავშვები, ისინი პატარები იყვნენ. მეორე მხრივ ეს ჩვენ როდესაც ამას ყვები, აი სულ არის ეს შეშფოთება. როგორ გააკეთეს? რა ამ რო გააკეთა, ეს არის გაკეთებული და დღეს რო დედა ამას აკეთებს, ეგ არ არის იგივე. იმიტომ აი სინანული მართებს თითოეულ ადამიანს, ამას ხელი ურევია და სინანულით კიდე ადამიანი შეიძლება გადარჩეს. სინანულმა ადამიანი უნდა აცხონოს. ამისთვის არის სინანული, რომ რაღაცა შეინანებ და შეიცვლი შენ ცხოვრების წესს. და არამც თუ შენ აღარ გააკეთებ, არამედ პირიქით თუ სადმე გაიგებ, რომ ვიღაც ამას აპირებს, შენ უნდა აუხსნა. ეს რა არის? ერთია, მეორეა ის, რომ ამდენად მოგისმენს, მაგრამ შენ თუ ხვდები, რომ ხმა მიგიწდება იქამდე და შენს აზრს გაითვალისწინებს, ძალიან ბევრჯერ ყოფილა, რომ გადაწყვეტილი ქონია ადამიანს მოეშორებინა შვილი და ვიღაცის თქმით ეს გადაუფიქრებია. ესეთ შემთხვევით არ ხდება. ამიტომ აი თითოეული დედა, რომელსაც ეს აქვს გაკეთებული, უნდა იყოს იმისთვისაც მოწადინებული, რომ არამც თუ თვითონ აღარ გააკეთოს, არამედ სხვასაც დაუშალოს, აუხსნას, გაარკვიოს რაშია საქმე, რომ ეს ძალიან დიდი ცოდვაა და მთელი ცხოვრება ეს ცოდვა უნდა ატაროს.